ადამიანი, მაგრამ გუშინ ძალიან გავბრასდი, იმიტომ რომ რო ვუყურებ ვითარებას, რაც არის ხოლმე გინდათ სასამართლოებში, გინდათ რუსთაველზე, გინდათ სხვადასხვა მსვლელობაზე, მესმის ყველას გვაქვს ჩვენი პირად საქმე, სამსახურები, არ ვიცი ვიღაცებს შეიძლება მეც ვიღლები ხოლმე, ანუ ყოველდღე შეიძლება ვერ გახვიდე, მაგრამ მგონია რომ რაღაცად რომ მაინც უნდა გამოვნახოთ. ძალიან პატარა ისტორიასავით ამბავს ვიტყვი. გუშინ წინ სასამართლოში ვიყავით 11 პირის სასამართლო იყო ანდროს და რატო ამოფეხა ანდროს, ვინ შევიდა შიგნით? გასაგებია, ნუ რამდენიმე ადამიანი გარეთ დავრჩით, იმიტომ რომ ვეღარ შევედით, ვერ მოვასწარეთ, ვიღაცები ცოტა მერე მოვიდნენ და შიგნიდან ჩვენი მეგობრები გვწერდნენ, რომ ანდრო კითხულობს, რომ გარეთ ხალხი არისო და სურათებიო ჩააყარეთო და ჩვენ ესე ვანახებთ, მივაახლოვებთ. და ჩვენ გარეთ ვიდექით 7. ანუ 7 ადამიანი ვიდექით. ერთმანეთის ხო შევქრცვა, სხვების ნაცვლადაც ხო შევქრცვა, პატიმრების ხო შევქრცვა, ამით იცით რისი თქმა მინდა, ის კი არა რომ მე მინდა იქ რო დაგინახოთ ან ბექას ან ვინმე სხვას. ის ადამიანები კიდე სხვანაირად განიცდიან იმას, რომ გარეთ ვეღარ ხედავენ იმას, რასაც მაგალითად 2 თვის წინ ხედავდნენ. სულ სხვანაირად აღიქვამენ გისოსებს მიღმამყოფი ადამიანები რა ხდება გარეთ და წარმოდგენაც არ მინდა რას განიცდიან ხოლმე და მე სულ მაგას ვფიქრობ, რომ მართლა ღამე როგორ უნდა დამეძინოს, რომ აი რო გამახსენდება, რომ სანდრო ცხადაძე მარტო იყო